2014 წლის ფლაგმანური სმარტფონების გამოშვებიდან 9 წლის შემდეგ წარმოებელმა საზოგადოებას წარმოუდგინა მოწყობილობის რამდენიმე განშტოება. დღეს ვახდენ ერთ-ერთი ასეთი device-ის ტესტირებას, განახლებული დიზაინით, ახალი კამერითა და dual SIM-ის მხარდაჭერით. ეს გამარტივებული ფლაგმანია კორექტირებული ფუნქციონალურობით. თუ თქვენ გაქვთ კითხვა თუ რა მოხდება გარეგნულად რომ გავაერთიანოთ One M7 და One M8, მაშინ პასუხი იქნება One E8. გარეგნულად ის კომპანიის ორივე ფლაგმანს გავს თავისი მომრგვალებული კუთხეებით, ბრტყელი წახნაგებითა და მოღუნული უკანა პანელით. ამასთან სიახლის კორპუსი დამზადებულია პლასტიკისგან. One E8 კარგად ერგება ხელს, მისი კორპუსი არ სრიალებს და არც ადვილად ისვრება. ასევე არც ისე ცუდად უმკლავდება დაზიანებებსა და ნაკაწრებს. სმარტფონის თავისებურებას წარმოადგენს გვერდით წახნაგებზე ჩადგმული სარკისებრი პლასტიკი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გამომწვარ მინა Gorilla Glass 3-ს, რომელიც ფარავს დისპლეის, აქვს მომრგვალებული ფორმა. One E8 წინამორბედებზე ოდნავ სუბუქია და სულ რაღაც 155 გრამია. აქ გამოიყენება იგივე ეკრანი, რაც One M8-ში. 5 დიუმიანი Super LCD display, Full HD გარჩევადობა. გამოირჩევა ხედვის მაქსიმალური კუთხეებით, მაღალი სიკაშკაშითა და კონტრასტულობის კარგი დონით. მზეზე კითხვადობა უზრუნველყოფილია. გარდა ამისა, პიქსელების სიმჭიდროვე 451 ppi-ის ოდენობითა და ბუნებრივი ფერთა გადაცემა უზრუნველყოფს შესანიშნავ მკვეთრ სურათს. საერთო ჯამში ეს ერთ-ერთი საუკეთესო დისპლეია თანამედროვე მობილურ მოწყობილობებს შორის. E8 წარმოადგენს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ მოწყობილობაში მნიშვნელოვანია არა იმდენად ჩიპსეტის სიმძლავრე, რამდენადაც პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემის ოპტიმიზირება. ის აწყობილია იგივე პლატფორმაზე, რომელზეც ორიგინალური One M8. მიუხედავად ამისა, ახალი სმარტფონი აჩვენებს მწარმოებლურობის უკეთეს დონეს 64-ბიტიან პროცესორზე დაფუძნებულ უკანასკნელ მოწყობილობებთან შედარებით. აქ დაყენებულია არც ისე ახალი 4-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 801 ტაქტური სიხშირით 2.5 GHz და გრაფიკით Adreno 320. ასევე გააჩნია 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 16 GB მონაცემების შესანახად. გაზრდის პერსპექტივით 128 GB-მდე micro SD მეხსიერების ბარათის დახმარებით. გარდა ამ ყველაფრისა, სმარტფონი თითქმის არ ცხელდება ხანგრძლივი მაქსიმალური დატვირთვის დროსაც კი. ისევე როგორც წინამორბედი, სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Google Android 4.4.2. წინასწარ დაყენებული სტანდარტული სერვისებით, მწარმოებლის აპლიკაციებით, ასევე საფირმო გარსით Sense. სხვათა შორის კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ One ხაზის სმარტფონები განახლდება Android 5.0-მდე. ამისთვის სულ ცოტაც უნდა მოვიცადოთ. აქ დაყენებულია 2 ფოტომოდული. ძირითად კამერა შეუძლია დაიტრაბახოს 13 მეგაპიქსელიანი მატრიცით, ავტოფოკუსითა და განათებით. ფრონტალურმა კამერამ მიიღო 5 მეგაპიქსელი და ხედვის ფართო კუთხე მკვეთრი მაღალგარჩევადი სელფისთვის. კამერის ინტერფეისი საერთოდ არ შეცვლილა. კომპანიის ფანებს ესიამოვნებათ იმის გაგება, რომ One E8-ის კამერით გადაღებულ სურათებს გააჩნიათ მაღალი დეტალიზირება, კარგი ხარისხი და ბუნებრივი ფერთა გადაცემა. One E8-ის კიდევ ერთი თავისებურება Dual SIM-ის მხარდაჭერა. სლოტი 2 ნანობარათისთვის დაყენებულია მარცხენა წახნაგში. პირველ სლოტს გააჩნია 3G და LTE მხარდაჭერა, მაშინ როცა მეორეში შესაძლებელია მხოლოდ GSM SIM ბარათის გამოყენება. Boom Sound და ფრონტალური სტერეოდინამიკები HTC-ის ტოპური სმარტფონების ერთ-ერთი საუკეთესო და უმთავრესი თავისებურებაა. არც One E8 გახდა გამონაკლისი. მასთან თქვენ არ დაგჭირდებათ გარე აკუსტიკა მუსიკის მოსასმენად და ფილმების საყურებლად. ხმა მაღალია, სუფთა, გაჯერებული და ცოცხალი. კარგად იგრძნობა საკმაოდ ხრმა ბასები, რომლებიც გამოირჩევიან საშუალო და მაღალ სიხშირეებს შორის. ხოლო იმისთვის, რომ დარჩეთ ერთ-ერთზე საყვარელ მუსიკასთან, საკმარისია ხარისხიანი ყურსასმენების შეერთება. მაშინ მიიღებთ იდეალურთან მიახლოვებულ ჟღერადობას. სხვა ყველაფრის გარდა One E8-მ უფროსი ძმისგან მიიღო ჩაშენებული აკუმულატორი 2600 mAh-ის მოცულობით. მიუხედავად ამისა, სმარტფონს გააჩნია წინამორბედზე უკეთესი ავტონომიურობის მაჩვენებელი. მისი აკუმულატორი საკმარისია 2-3 დღიანი მუშაობისთვის. ამასთან დღეში 1 საათის გამოყენება შესაძლებელია ზარებისთვის, ვებ სერფინგისთვის და საყვარელი სერიალის საყურებლად. რთული სათქმელია რა იზიდავს ხალხს E8-ში. გამარტივებული დიზაინი, შესანიშნავი ფუნქციონალურობა, ხარისხიანი მაღალი ჟღერადობა თუ კარგი ეკრანი. სავარაუდოდ ყველაფერი ერთად. წარმოებელმა იზრუნა სისტემის ოპტიმიზირებაზე, ამიტომ სმარტფონი წინამორბედზე უფრო მძლავრია, ხოლო განახლებულ კამერას შეუძლია გაუწიოს მეტოქეობა სხვა ფლაგმანურ მოწყობილობებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ E8 კომპანიის საუკეთესო device-ია.